მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ ვართ სტუდიაში გზა გასაყართან, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ბიბლიური გზაჯვარედინები. სტუმრად სტუდიაში მოწვეული ყავს თეოლოგი გიორგი გვასალია. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მომწანებისათვის. ჩვენ წინა გადაცემაში ვისაუბრეთ დავითის დაბრუნების შესახებ, ისრაელში ბრუნდება დავითი. და აქ ჩვენ მოვყევით ყველაზე ესეთი საკვანძო ადგილები, როდესაც ის განსაკუთრებული როლის მქონე ადამიანებს ხვდება დაბრუნებისას და ყველას თავისებურად მიაგებს იმ პერიოდში მოქმედების მიხედვით, როდესაც ის იყო დევნილებაში აბესალომს, როდესაც გაექცა. აი დაბრუნდა ისრაელში დავითი და ჩვენ საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი გვაქვს განსახილველი, როდესაც ისრაელში უნდა დაიმკვიდროს მეფობა დავითმა. შეავსოს უნდა მთელი ისრაელი ცნობამ, რომ დავითი გამეფდა და აქ ჩვენ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება მის მხედართმთავარსა და მეფეს შორის, იოაბსა და დავითს შორის დაპირისპირება. გიორგი, იოაბი საკმაოდ გავშალეთ ჩვენ იოაბის თემა წინა გადაცემებში. იოაბი არის სახელმწიფოებრივი მოღვაწე, ძლიერი პიროვნება, რომელიც ხშირად დავითის სიტყვას გადადის კიდევაც. და დავითი ამას პატიობს, ესეთი არის გარემოებები, რომ ემორჩილება. ხშირ შემთხვევაში ვხედავდით ჩვენ ამას. ანუ იოაბი არის ძალიან გავლენიანი ადამიანი. და ეხლა ჩვენ გვაქვს გასაშლელი თემა, როდესაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება იოაბი, არ ემორჩილება დავითს, თუმცა სახელმწიფოებრივად მოქმედებს, მაგრამ ვერ აცნობიერებს იმ საკრალურ მხარეს, რომელსაც დავითი ითვალისწინებს. კი, თქვათ, პრაგმატულად შეიძლება ასე ჩაითვალოს და შევხედოთ და თქვათ, რომ ხო, აბა სხვა რა გამოსავალი იყო, მაგრამ დავითი ამაში სხვა რაღაცას ხედავს. გეთანხმებით, მამანდრი. ჩვენ როდესაც სახელმწიფოსა და მსახურების აი ამ ორ მაგალითს ვეხებით, თქვენ აბსოლუტურად მართებულად ბრძანეთ. ორივეში ვხედავთ რაღაცა ისეთ ელემენტს დავითთან დაკავშირებითაც და იოაბთან დაკავშირებითაც, სადაც კითხვის ნიშნები წესით არ უნდა გაჩნდეს. მაგრამ თუ კი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე მსახურება დაპირისპირება საიდან გამოდის? ხო, რაღაცა რა არის დაპირისპირება? და აშკარაა, რომ ერთისთვის სახელმწიფოსთან მიმართება რაღაცა ისეთ ელემენტ შეიცავს, რომელიც არ მოიძიება მეორეში და სწორედ აი სხვაობაა, რაც მათ შორის დაპირისპირებას წარმოშობს. ახლა დაპირისპირება ისმის კითხვა, რომ როგორ შეიძლება, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მეფე ვერ ახერხებს მასთან დაპირისპირებული პიროვნების საერთოდ სცენიდან გაყვანას და მოცილებას, მაგრამ იოაბი არის ძალიან ძლიერი პიროვნება, ძალიან ცნობილი პიროვნება, ძალიან გავლენიანი პიროვნება და იოაბი აი ეს ბოლო დაპირისპირება, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, დავითს უბრალოდ დაუმტკიცებს, რომ მას უბრალოდ ჭირდება იოაბი. მის საჭიროებებშია იოაბი ყავდეს გვერდით. მაგრამ სანამ ამ დეტალს მივადგებოდეთ, თქვენი აბსოლუტურად მართებული შენიშვნა კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, განვიხილოთ. აი დავითისათვის მეფობა ეს არის ემსახუროს ღვთისერს ისრაელს. ეს საზომია დავითის, აი მაგალითად ცნობილი ერთი ასეთი ამბავი, როდესაც ფილისტიმელები დგანან იმაში, რა ქვია, ისრაელში, ძალიან ღრმადარიან იუდაში შემოსულები და ბეთლემშიც არიან შემოსულები და დავითი ჩასაფრებულია თავის რასთან ერთად ბეთლემის მისადგომებთან, მის გვერდით არის რაზმიდან გამოეყოფა, სამი პირი გამოვა და საკმაოდ ახლოს მივა მტრის პოზიციებთან. ერთი პიროვნების სახელი იხსენიება, მაგრამ არ არის აუცილებელი ახლა მისი ხაზგასმა. ერთი არის აბიშაი, ეს ძმა იოაბისა, მისი ნათესავი და მესამეს დავითია და დავითი დასვავს კითხვას, ვინ მომიტანსო წყალს ბეთლემის ჭიდან? ბეთლემის ჭიდან წყლის დალევას სურს მეფეს. და როდესაც წავდნენ რისკზე და მოუტანენ დავითს წყალს ბეთლემის ჭიდან, დავითი ამას
ამ წყალს მოკიდებს ხელს და დააღურის რაზმის წინაშე და დაიფიცებს რომ არ დავლევო ამ წყალს მანამ სანამ მტერს უჭირავსო აი ეს ტერიტორია მტერი არის აქ ეს წყლის დაღვრა დავითისთვის იყო მანიშნებელი იმისა რომ მიუხედავად იმისა ჩემი სურვილის გამო თქვენ სასიცოცხლო რისკზე წახვედით ეს რისკი თქვენი არ არის ეს რისკი ჩემი მსახურების არის მე თვითონ ვიქნები იმათ შორის ვინც უწყლოდ დაიტანჯება მანამ სანამ მტერს თქვენთან ერთად არ გამდევნის ეს არის დავითის დამოკიდებულება გავიხსენოთ დავითი რატო გადის ფილისტიმელი გოლიათეს წინააღმდეგ რატო ვერ ახერხებს გასვლას თქვათ აბენერი რომელიც ასეთი გმირია და ასეთი ვაშკაცია და ასეთი საულის მხედარ მთავარს მოგსაუბრა ხო მაშინ თქვი ჩვენ რომ დავითი რაღაცა ერთ-ერთ ელემენტს მოусმენს და დაუკვირდება გოლიათის ყვედრებაში რასაც სხვა არ უკვირდება დავითისათვის გოლიათის ეს ყელყელაობა არის შეურაცხყოფა ღვთის ერისა კი ეს ჩვენ კარგად განვიხილეთ ხო როდესაც ხვებისათვის ეს პირადი მეთი ვაშკაცური ღირსების შეურაცხყოფა და ხელყოფაა ისინი არიან შეურაცხყოფილები პიროვნულად მაგრამ დავითი პიროვნულად კი არ არის შეურაცხყოფილი დავითის პიროვნული შეურაცხყოფა გადადის ღვთისმსახურებაზე ღვთისმსახურებაა შეურაცხყოფილი ასე ზომა აი იოაბისათვის არ არის ეს საზომი იოაბს აქვს მკაცრად პოლიტიკური შეხედულებები ამის გარშემო ტრიალებს უბრალოდ როდესაც ჩვენ ხედავთ იოაბთან რაღაცა ასე ვთქვათ დადებით გამოვლინებას აი ამ ხედვისას ეს გულისხმობს იმას რომ ამ შემთხვევაში ეს პოლიტიკური ეს დადებითი ნაბიჯი ემთხვევა იმსახურებას ამსახურებაც დავითმა უნდა გაწიოს ღვთისა და ერის წინაშე მაგრამ აი როდესაც დაპირისპირება იწყება ამ დაპირისპირებაში ეს იკვეთება სწორედ დავითი რაღაცა მეც ხედავს ვიდრე იოაბი დავითისათვის ასეთი გადაწყვეტილება მარტო სახელმწიფოებრივი კი არ არის მსახურებითი გადაწყვეტილება აი იოაბისათვის მსახურებითი არ არის იოაბისათვის მაინც ამოიც მხოლოდ და მხოლოდ სტრატეგიული და პოლიტიკური გადაწყვეტილება აი აქ იწყება კონფლიქტი აქ იწყება შეუსაბამობა ამიტომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი როდესაც ორი ადამიანი საუბრობს ქვეყნის სიყვარულზე და ვერ თანხდება და უპირისპირდება ერთმანეთს რაღაც არის ელემენტი რომელსაც არ ითვალისწინებენ თანამოსაუბრეები რაღაც არის ისეთი რაც შეთანხმების საშუალებას არ იძლევა და ესაა მოსაძებნი ესაა მოსაკვლევი აქა გასაზომი სწორედ არის ეს რაღაცა განსხვავება ღირებული თუ ეს პირიქით არ არის ღირებული ეს განსხვავება როგორც კი მოისმობა ეს დავაც მოისმობა ან ამ განსხვავებაში როგორც კი შეთანხმება მოხდება დაპირისპირება მოისმობა ბიბლია ზოგადად ჩვენ ხაზგასმით გვაჩვენებს ორ მსახურებას ერთი არის მსახურება რომელიც ჩვენ დასაწყისშივე ვთქვით ღვთისმსახურება იმიტაცია მსახურების რომელსაც კაინი დაადგა და მეორე მსახურება ძიება ნამდვილი საღვთო-მსახურებისა რომელიცაც აბელი მსახურობდა და აქაც როდესაც ისრაელზე ვსაუბრობთ ისრაელი რაღაცა საკრალური ერია ღვთისმსახურებაში უნდა წარემართოს პირველ რიგში და დავითი ამ შემთხვევაში რაღაც სულიერი მოძღვარი არის ერის უფრო ვიდრე მხედართმთავარი მიუხედავად იმისა რომ გამარჯვებები აქვს სულ ხედავს ისეთ ელემენტს რომლის შემოტანაც ერის ცხოვრებაში არ უნდა მას განსხვავებით იოაბისაგან იოაბი არის მხედართმთავარი რომელსაც უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული საკითხი და მისთვის ძნელი დასანახია ვერ ხედავს იმას რასაც დავითი ხედავს დავითი უფრო ფართედ და უფრო საკრალურ გზას მიყვება. კი ამის მიზეზების ვიცით ჩვენ რომ იოაბთან დაკავშირებით საერთოდ არ იხსენიება ღმერთი. რომელიც თქვათ რომლითაც ის ხელმძღვანელობს. აი დავითთან დაკავშირებით სულ ღმერთი იხსენიება. ანუ საზომი აი ეს არის ადამიანი ზოგადად არის გონიერი არსება, მოაზროვნე არსება, მაგრამ აი როგორ აზროვნებს ეს უკვე სხვა საკითხია. ანუ ჩვენ უნდა ერთ რამეს კიდე მივაქციოთ ყურადღება ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია მამანდრია რომ ადამიანი როგორც მოაზროვნე არსება ასევე არის მორწმუნე არსება არ შეიძლება ადამიანს ამის არ სამთეს ათეისტიც მორწმუნეა
მიუხედავად იმისა, რომ ის უარყოფს ღმერთის არსებობას, ის ვერ ამტკიცებს ამას. მას წამს რომ ღმერთი არ არსებობს. ანუ მაინც წამს. მაინც წამს. მოდი ასე ვთქვათ, იოაბი ტრანსცენდენტულს ვერანაირად ვერ ითვალისწინებს. ხო, ჩვენ ვერ ვიტყვით პრაგმატული რელიგიური ადამიანია ვერ ვიტყვით, მაგრამ მისთვის არ უჭირავს თავარი ადგილი იმას, რასაც დავითში თავარი ადგილი უჭირავს. რატომ ამბობ ამას მე მანდრია, ნახეთ, თავარი რისი თქმა მინდა, რომ ადამიანი იმდენად რამდენადაც ის მოაზროვნე არსება და იმავდროულად რელიგიური არსება უნდა თუ არ უნდა რაღაცის სამს, იმიტომ რომ სული იტვის ამ წმენისაკენ, ხო? აი სწორედ ამის შედეგად ადამიანი თავის და გაუთვალისწინებლად ისე რომ შესაძლებელია მას რაღაც რელიგიური ჩამოყალიბებული შეხედულება დეკლარირებული არც კონდეს, თავის აზროვნებაში იდგავს ღმერთებს. უნდა თუ არ უნდა ის რაღაცას თაყვანსებს. აი იოაბის შემთხვევაში იოაბი თაყვანსებს ისრაელს. იოაბის შემთხვევაში ისრაელი ეს არის ის, რასაც უნდა ეთაყვანოს ყველა ისრაელიანი. იმ დროს, როდესაც დავითის შემთხვევაში ისრაელი არ არის ღმერთი. ღმერთია ღმერთი. ისრაელი არის, ვინც უნდა ემსახუროს ამ ღმერთს. ამიტომ პატრიოტ და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე იოაბის ცნობიერებაში დიდი კერპი დგას. და პატრიოტ და დიდ მოაზროვნე დავითში კერპი არ დგას, ღმერთი დგას. აი ეს არის განსხვავება. ეს არის დაპირისპირების მიზეზი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შესაძლებელია მე ჩემი ქვეყანა მიყვარდეს ძალიან. მაგრამ თუ მე ღმერთთან არ მაქვს ურთიერთობა და თუ მე რაღაცა ჩემი შეხედულებები მაქვს გაღმერთებული, არ მაქვს ის ფასეულობები, რა ფასეულობებმაც მოაყალიბა ის კულტურული სივრცე, რომელმაც ჩემი ერთობა, ჩემი იდენტობა დააკავშირა ღმერთთან და რაღაცა კერპი მაქვს დამდგარი ჩემი წარმოდგენების, იქნება ეს სოციალური, პოლიტიკური, რაღაცა ეკონომიური პროგრამების წარმოდგენილი თუ ასე შემდგომ და ასე შემდგომ. მე ყოველთვის მექნება რაღაცა დიდი საშიშროება იმისა, რომ ხალხი მოვაცილო იმ ღირებულებებს, ხალხი მოვაცილო იმ იდენტობას, დაუკარგო ის იდენტობა, რომელსაც ის ინარჩუნებს მაშინ, როდესაც ის ღმერთთან არის. იმიტომ კი არა მე ამისთვის ცუდი მინდა, არა ცუდი კი არ მინდა, კარგი მინდა, მაგრამ ამ სიკარგეში იმალება ბოროტება. იმ დროს, როდესაც იმ სიკარგეში, რომელიც დავითს აქვს, ბოროტება ვერ დაიმალება. ამიტომაც, როდესაც ჩვენ საუბრობთ დავითის დაბრუნებაზე ისრაელში და დავითი იერუსალიმში რომ მივა იმ 10 ხარჭას, რომელიც დატოვებული ყავდა და რომელთანაც აბესალომმა, ასე ვთქვათ, კარავი გაშალა და დაწვა იმის ნიშნად, რომ ახლა დავითის ძალაუფლება მის ხელში იყო, 10-ვე ხარჭას გამოკეტავს, პატიმრობაში ყავს და არც არასდროს შესულა მათთან, უბრალოდ როგორც მისი საკუთრება, რომ სხვამაც ხელი არ ყოს და რაღაცა მსგავსი სისულელი გააკეთოს, კვლავ დაცვის ქვეშ აკავს. და როდესაც თითქოს და ქვეყანა თავის ძველ რელსებს უბრუნდება და ყველაფერი მიდის ისე როგორც უნდა წავიდეს, წმინდა წერილში ძალიან საინტერესო ამბავის თხრობა იწყება. ეს არის ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ გამოჩნდა ვინმე უგვანი კაცი ბენიამინის ტომიდან, ამას ყურადღება მივაქციოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინმე შებაღი ბენიამინის ტომიდან, რომელმაც წარმოთქვა საკმაოდ ხმამაღალი ლოზუნგი, რა წილი გაქვს ისრაელ იესეს ძის დავითის სახლში შენი კარვებისაკენ და აი ამ ლოზუნგს აყვა მთელი ისრაელი. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ გადაცემაში ძალიან კიდევ ერთ საინტერესო თემას უნდა შევეხოთ დავითის ცხოვრებასთან დაკავშირებით და თუ ეს არ გავიაზრეთ, იმის გაგება გაგვიჭირდება. ხო, ასე ეს ვინ იყო ასეთი უგვანო მით უმეტეს რომ მთელი ისრაელი აიყოლია. ხო და საქმეც ეს არის რომ პირველი ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ რომ ის ბენიამინის ტომიდან არის და ჩანს ბენიამინის ტომში მაინც მძლავრობს იძულვილი იესეს სახლისადმი, იესეს ძისადმი, რომელმაც ჩაანაცვლა სამეფო დინასტია, თავისი დინასტია, საულის დინასტია. მაგრამ თუ ბენიამინის ტომისგან ეს გამოხტომა ჩვენ ასე თუ ისე არ გაგვიკვირდება, წესით ესეც აკვირველი უნდა იყოს, მაგრამ რაღაცა აზრით თუ კი ამას პასუხების მოძებნას მოუხერხებთ, სრულიად გაუგებარია ისრაელი როგორ აყვა მას.
ისრაელი რატომ აყვა მას? ახლა ყურადღება მინდა მივაქციოთ ჩვენი მაყურებლებისა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ისრაელში იგულისხმება ყველა ტომი გარდა იუდასი. იუდას ტომი რჩება დავითთან. მაგრამ დანარჩენი ჩრდილო ნაწილი და ტრანსიორდანია აყვება ამ ლოზუნგს არა ისო იუდას გაეთიშლონ. მამანდრე ამას მიაქციეთ ყურადღება, არა შენი კარვებისკენ ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა მოხდეს დაშლა მთელი ქვეყნისა ცალკეულ ტომებად, შემადგენელ ტომებად, რომლის ერთობამაც ისრაელის მთლიანი სამეფო წარმოადგინა თავის დროზე. მე შორს ვარ იმაზრისგან, რომ ვივარაუდო, რომ ამ შემთხვევაში ერთი სამეფოს ადგილას 12 სამეფოს წარმოქმნის იდეას აყვა ისრაელი. ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ შენი კარვებისკენ ისრაელი უნდა ნიშნავდეს რაღაცა უფრო მეც, საინტერესოს, მნიშვნელოვანს, ვიდრე ეს მარტივი სეპარატიზმად შეიძლება იქნას დანახული გარკვეული წლისაგან. ხო არ დაიღალა ისრაელი მონარქიით. ხო არ მოენატრა ისრაელს ის დრო, როდესაც ყველა ტომი თავის პრობლემას თვითონ აგვარებდა და როდესაც რაღაცა გლობალური პრობლემა წარმოიშვებოდა, ღმერთი მათ საჯულებს უგზავნიდა. ხო არ მოენატრა ისრაელს, ხო არ მოუნდა ისრაელს ის იმ პერიოდში დაბრუნება, როდესაც სამუელი აფრთხილებდა მათ წუწუნს დაიწყებთ, მაგრამ ღმერთი აღარ მოგისმენთო, როდესაც მეფე გეყოლებათო. ხო არ სურს კვლავ ისრაელს იმ პერიოდში დაბრუნება, როდესაც ისრაელს ღმერთი მართავდა და არა მემკვიდრედ მოსული პოლიტიკური ფიგურა. ხო არ მოენატრა ისრაელს, როდესაც ყველა ტომს თავისი პირადი პრობლემა ჰქონდა და რაღაცა გლობალური პრობლემის დროს საჯული ასე თუ ისე რაღაცნაირად ახერხებდა, ასე თუ ისე ყოველთვის ვერა, მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდა ტომების შეთანხმებას რაღაც კონსოლიდაციის შედეგად საერთო მტრის წინააღმდეგ გასვლას. ხო არ ხედავს მონარქიაში რაღაცა ისეთ მინუსებს, რასაც ვერ დაინახავდა და ვერც დაინახავდა და არც იქნებოდა თეოკრატიის პერიოდში. ხო არ ხედავს ისრაელი პრობლემებს და ამ შებაკმა ამით ხო არა იყოლია სწორედ ისრაელიანები, რომ პოლიტიკურმა მემკვიდრემ შეიძლება არ გაამართლოს, შეიძლება სულაც არ იყოს ღირსეული და ამის მაგალითი აბესალომია. ანუ ჩდება აზრი, რომ შეიძლება უკვე დრტვინვა და ეს აზრი, რომ მეფობა არ ამართლებს, უკვე შემზადებული იყო ხალხში, როდესაც მან ხმა ამოიღო. კი, ხმა ამოიღო თავისთავად ცხადთან ყურადღება. არა, ეს ემთხვევა ზუსტად დავითის დაბრუნებას. ხო, დავითის დაბრუნებას. აბესალომის დროს არ უთქონდა. აბესალომის დროს არ უთქონდა. თან დავითის დაბრუნებას ემთხვევა და ემთხვევა იმ დავას, რომელიც დავაც ისრაელს და იუდას უხუცესებს შორის იყო სამეფო ხელისუფლებაზე. ანუ რაღაცნაირად აი შიდა განხეთქილება, შიდა დაპირისპირება, შიდა უთანხმოება, შეუთანხმებლობა ვერ ისპობა, ეს მაინც არსებობს. და მოდი დააბრუნდეთ ისევ საჯულებს. ხო, დააბრუნდა საჯულებს, მაგრამ სამუელმა თავის დროზე უთხრა ისრაელს, დაიწყებთო ტირილს, დაიწყებთო წუწუნს. მაგრამ ღმერთი აღარ მოგისმენთ. აღარ მოგისმენთ, ანუ შევახსენოთ მაყურებელს, რომ ეს არის იმ ადგილს უბრუნდებით ჩვენ, როდესაც ისრაელმა მოინდომა მეფე. კი. და სამუელი ეუბნება, რომ გირჩევნიათ ასე იყოთ, მეფე არ მოითხოვოთ. არა, ისე გვინდა როგორც წარმართებს აქვთ მეფე და აი სწორედ ამას ყვებით ახლა, რომ მაშინ უთხრა სამუელმა, რომ დაიწყებთ ტირილს. თან სამუელთან დაკავშირებით იქ ჩვენ მსვენელებს გავახსენოთ რა არის ნათქვამი, რომ ამ მოთხოვნით, როდესაც იტირებს სამუელი დასტირის ისრაელის მდგომარეობას, ღმერთი ეცხადება სამუელს ეუბნება, შენ კი არა, მე უამყო ამით ისრაელმა, როგორც ამას აკეთებდა იმ დღიდან, როდესაც ისინი მე გამოვიყვანე ეგვიპტიდან, ჩემი მეფობა უარყო ისრაელმა. და ახლა, როდესაც დავითია ტახტზე, დავითი, რომელიც არ მეფობს, უფალს ამეფებს. ესეც ამითაც უკმაყოფილოა ისრაელი, იმიტომ რომ ამ დროსაც კი თქვა აბესალომის აჯანყება სახეზე იყო. უკან დაბრუნება აღარ მოხერხდება, იმიტომ კი არა მამანდრე, რომ ღმერთი ამას ვერ მოახერხებს, არამც და არამც. ღმერთს შეუძლია ეს გააკეთოს თავისთავად ცხადია, მაგრამ თეოკრატიული მმართველობა რო დაბრუნდეს ყველა თავისი გამართლებული ფორმით, ამისათვის ერი საზოგადოება მზად უნდა იყოს, უნდა იმსახურებდეს ამას. ეს ხალხი თეოკრატიას აღარ იმსახურებს, ამ ხალხის პირდაპირ დამსახურება არის მონარქია და მონარქიაში იქნები.
კეთილს ინებებენ და ასე იქნებიან. ამიტომ აი ეს დაპირისპირება, რომელიც შევაღეს ამ ლოზუნგს მოყვა და მთელი ისრაელი აყვა, თავისთავად გულისხმობს სწორედ აი ამ ალბათობას, რომ ისრაელს უბრალოდ დავითის პრობლემა კი არ აქვს, მონარქიის პრობლემა აქვს. და ამ შემთხვევაში მონარქი არის დავითი. და დავითზე გადადის ეს ყველაფერი და ძალიან საინტერესოა ის, რომ დავითი იბარებს ხედავთავარს, რომელმაც ესა ჯანყების პრობლემა უნდა მასაკნას, რა ქვია, მოაგვაროს. და ეს ხედავთავარი იოაბი არ არის. ეს ხედავთავარი არის აბესალომის ხედავთავარი, ამასა. ის ნათესავია დავითისა. ის ბეთლემიდან არის, მაგრამ იოაბი არ არის. ანუ დავითი რეალურად იოაბის პრობლემას ხედავს და შეიძლება ჩანაცვლებას ფიქრობს. აი, ხო, ეს არის მისთვის იდეალური მომენტი, ვინაიდან ამასა ეს არის პიროვნება, რომელსაც ცოტა ხნით, მაგრამ ხალხი აყვა მაინც, ხო, როდესაც დავითი დემოლობაში იყო, ხო? ანუ რაღაცნაირად აი იოაბის ავტორიტეტს, აი დავითი როგორ კარგად აჩანს წმინდა წერილში, აი დავითი რაღაცა ეძებს ახლა გამოსავალს, ეძებს და ახლა ის იოაბის ჩანაცვლება. ხო, იოაბის ჩანაცვლება. აბენერმა ვერ ჩაანაცვლა იოაბი და ამას ვერ მოახერხებს ვერანაირად, მაგრამ დავითისთვის მეტი ალტერნატივა, მეტი არჩევანი, მეტი საშუალება აღარ აჭას. აი ძალიან ისეთია შევიწროებულია დავითი ამ დროს და ამასაც ეტყვის, რომ 3 დღეში შეკრიბოს ჯარი და ამ შემთხვევაში იუდას ჯარი იგულისხმება, ისრაელი განდგომილია იუდასაგან, ხო, ხოლო იუდა იმაშვება, რა ქვია, ერთგულებს დავითს. და დროზე იმას ავქრათოთ, რომ რომელიმე ქალაქში თუ შეგვასწრო ამ მოგვამაკაცმაო, ხო? მერე უფრო დიდი პრობლემები იქნება. წმინდა წერილი ძალიან მოკლედ და გასაგებად ამბობს, რომ ამასამ ვადას გადააცილა, ვერ შეკრიბა ჯარი. იუდაში ვერ შეკრიბა ჯარი. ეს ერთადერთი რამის მანიშნებელი იყო, რომ მეფის ბრძანება ამ ხედავთავრის ხელში ვერანაირად ვერ იქნება რეალიზებული. იმიტომ კი არა ხედავთავარი ერთგული არ არის მეფის, არა. სტრუქტურა ალიბრი. სტრუქტურა ირობა. თლიანად აი ეს ინსტიტუცია, რაზეც უნდა იყოს, როგორც უნდა აწყობილი იყოს, რაღაცა ჭანჭიკია მოყოლი ისეთი, რომ დაიშლება ყველაფერი. და ისე ანუ იოაბიზის მაგადგილას უნდა შეგრიბოს. მისია და იმდენად კარგად არის დაჩვენები წმინდა წერილში, აი ამას კარგად უნდა დანახვა, რომ ну აი აშკარად ამასა ვერ პასუხობს მოთხოვნებს და დავითი ამასაც კარგად დააყენებს. ტოვებს, მაგრამ აბიშაის ეუბნება იოაბის ძმას, რომ სასწრაფოდ მან დაიწყოს ამ დავალების შესრულება და აბიშაი ამ დავალებას ასრულებს. ძალიან წარმატებით ასრულებს და როგორი სცენა მე ანდრია იცით რომ როდესაც ჯარი შეკრებილია რატომღაც ამასაც თავი გონია ხედავთავარი და ჯარის თავში მოიქცევა. ეს ამ შეკრებილი ჯარი არ არის. ეს ხომ შეკრიბა ეს ჯარი, სხვის ავტორიტეტზე დგას ეს ჯარი. და როდესაც ამასა გასული ხედავს აბიშაის არ უკვირს, მაგრამ აი იოაბსო დაინახავს საკმაულოდნელად, აი რა უნდა იოაბი როგორ გაჩნდა თავისთავად ცხადია აბიშაიმ ეს ჯარი იოაბის ავტორიტეტით შეკრიბა, თავისთავად ცხადია, ეს იოაბის ლაშქარი. და დაინახავს, არც გაუკვირდება, ისე დაუკვირებლად გაიწევა იოაბისაკენ, რომელიც ასევე დაურიდებლად წვერში მოკიდებს ხელს, ეს ძალიან დიდი შეურაცხყოფა იყო, წვერში მოკიდებს ხელს, დაკაჩავს და მეორე მხრიდან მახვილი, რომელიც მიწამდე მიათრევდა ეს რამდენიმე სახის მახვილი გვაქვს ჩვენ ისრაელში, ყველა მახვილი არ გამოიყენებოდა ეს ბრძოლის დროს, ყველა მახვილი არ იყო ეს განსაკუთრებულად ხაზგასმულია ეს მახვილია, რომელიც განსაკუთრებულად ბრძოლის დროს ძლიერი ბრძოლის დროს იყენებს ის არა ხედავთავარი, აი მახვილით მეორე ხელით ფერჩი უგმირავს და მოკლავს ამას. აბეს არის გულუბრყვილობა ჩანს აქ, რომ ძალიან მოერგო ამ როლს და არ მოერიდაო მახველს. არ მოერიდა. თან თავი მართლა ხედავთავარი მიაჩნია. ხო, აი რაღაც როლში შევიდა, გონია რომ ეს ჯარი ისევ მას ემორჩილება, რადგანაც მეფისგან აქვს მიღებული ეს დავალება, არ იფრთხილა არანაირად, ვერ გათვალა იოაბის
როგორ დავარქვათ, საკრობა თუ საკრობაც და ინტერესებიც და რა ვიცი, დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში იოაბისათვის მიუღებელია ჯარს ხელმძღვანელობდეს დავითის სამეფოში ვინმე გარდამისი. ეს წარმოუდგენელია მისთვის. მართლაც როდესაც ამას იქნება განგმირული, იქ ჯარში მოხდება ერთგვარი არეულობა, მაინც პიროვნება, რომელიც მეფისაგან არის გამოსული. და ამას სანამ არ გადაათხრნენ მის გვამს, არ დააფარებენ იმას და ამით არ აჩვენებენ, რომ მის მკვდარი ეს აღარაფერი აღარ არის. ჯარი გარკვეულწილად ამ დაბნეულობაში, აი, როდესაც ეს დაბნეულობა მოისპობა, ხო, ყველა ჩერდებოდაო გვამთანო და ხო, იმიტომ რომ ეს ხედავთავა როცა მკვდარია ისმის კითხვა, ხო? ჯარი ამ დროს ასაკეთებს. და იოაბი, რომელიც გაერთი იუდას ლაშქარს ხელმძღვანელობს, ფეხ მისდევს მოჯანყეს, რომელიც ერთ ქალაქში ჩაიკეტება, ქალაქ აბელში ჩაიკეტება და ამ ქალაქს ალყა შემოარტყავს იოაბი და ძალიან საინტერესო ამბის მოყოლას იწყებს წმინდა წერილი. წმინდა წერილი გვიყვება ამბავს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქალაქში არის ვინმე ბრძენი დედაკაცი, რომლის სახელიც არ ვიცი ჩვენ. და ეს ქალი იმდენად ბრძენია, რომ იქ ქალაქის ყველა მაცხოვრებელს აღემატება თავისი სიბრძნით. მათ შორის მამაკაცებს. წმინდა წერილი ხას უსვამს ამას. და გადმოსახავს გალავნიდან იოაბს, რომ რატო ყავს ეს ქალაქი ალყაში. ამას მივაქციოთ ყურადღება და გეტყვით რატო ყავს ეს ქალაქი ალყაში. რატო გინდა გაანადგურო? ხო, ის ქალაქების დედაო ადრე ასე იტყოდნო, თუ რამე საკითხავი გაკაბელში იკითხეთო და რატო გინდაო ქალაქების დედაქალაქი, სხვაგან არის იერუსალიმში ამაგავ. თავისი რაღაცა ცნობადობა ამ ქალაქს აქვს და შესაბამისად ეს ძველი ქალაქის განადგურება ისრაელთან შორის რატო გინდაო და ძალიან საინტერესო ამ ქალის კითხვის мотиваცია. ვერ ხვდება რა ხდება მის ქალაქში? ალყა რატო შემოარტყა იოაბმა, მას ვერ ხვდება? მის ყურს არ წვდა ლოზუნგი შენი სახლისკენ, შენი კარვისკენ, ისრაელას საერთო გაკიესეს სახლში და რა საერთო გაკიესეს ძესთან. არ იცის ამ ქალმა როგორ არ იცის? ეს თელმა ისრაელმა, ეს თელ ისრაელში არის ეს მოძრაობა დაწყებული. მაგრამ ამ ქალის პასუხი, ამ ქალის სიბრძნე გულისხმობს სწორედ გაურკვევლობის ჩამოგდებას იოაბსა და ამ ქალაქს შორის. თითქოს და მათთვის წარმოუდგენელია რაიმე მსგავსი გააკეთოს ისრაელში რომელიმე ქალაქმა, რომელიც შეიძლება უპირისპირდებოდეს იერუსალიმს. და იოაბი წამოეგება ამ იმას, ამ ბრძენი დედაკაცის გადმოძახილს და პასუხობს, რომ ქალაქის საწინააღმდეგო კი არ აქვს. აგრეთვე უგვანი კაცია შემოსული, რომელიც ჭირდებათ მათ, თორემ თვითონ ქალაქის საწინააღმდეგო არ აქვს. ძალიან საინტერესოა გავიხსენოთ ეს იოაბი, ის იოაბი არ არის ბრძენი დედაკაცი, რომ მონახა და დავითთან შეუშვა, როდესაც აბესალომი დევნაში იყო. ზუსტად იგივე სცენარი აქვს მას, აქით ბრძენი დედაკაცი, აქით არიგებს შკუას. დამელოდეო ცოტა ხანი და მის თავს გადმოგიგდებო გალავნიდან და შევიდაო ელაპარაკა ქალაქის, ასე იგი უხუცესებს ქალაქის სამმართველო ორგანოს და აშკარად ამ დედაკაცის საუბარში არის ერთი ასეთი რამნათქვამი, რომ ეს აჯანყება, რომელიც დაწყებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყოველად წარუმატებელი იქნება. ამ აჯანყებას არ აქვს არანაირი ეს რა ქვია მომავალი აბსოლუტურად გამორიცხულია და ამ ქალაქმა უნდა მისცეს მაგალითი, როგორც ძველმა ქალაქების დედამ, ყველა ქალაქს უნდა გაიხსნას ქალაქი და უნდა დაემორჩილოს მეფის საერთო ცენტრალიზებულ ხელისუფლებას. ისი პასუხიც იყო გალავნიდან გადმოგდებული თავი მოჯანყისა, ის შედეგადაც ეს რა ქვია აჯანყება დასრულდება, ქალაქს ალყა მოეხსნება და ეს აჯანყება დასრულდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მონარქიის ინსტიტუტი და ისრაელის ერთიანობა ხელყოფილი ვერ იქნა ვერანაირი შელამაზებული, თუმცა არსობრივად ყალბი მოწოდებით და ყალბი ლოზუნგით. აქ იოაბმა შეასრულა მეფის დავალება, თუმცა უკვე იკვეთება, რომ იოაბიც მეფისადმი ეჭვით იქნება ამის მერე. უკვე გამოიკვეთა, რომ იოაბსა და დავით შორის დაპირისპირება არის, იმიტომ რომ დავით მას სცადა ჩანაცვლება იოაბისა. კიდევ ერთხელ იოაბმა რა თქმა უნდა მეფესთან შეუთანხმებლად მიიღო გადაწყვეტილება და მოკლა.
ახლად შერჩეული მხედართმთავარი, თუმცა წავიდა და დავალება შეასრულა ის რაც მეფეს სურდა. აი საინტერესო არის კიდევ ერთხელ გამოჩნდა ხასიათი იოაბისა. თან მეფის დავალებას ასრულებს, მაგრამ ასრულებს თავისი ინტერესების გათვალისწინებით. ხო ეს არის ძალიან საინტერესო რომ ამ პიროვნებაში ეს გენიალური პიროვნება აი მის საქციელში ვერაფერს დახავთ საეჭვს. მის საქციელში ვერაფერს დახავთ აი კი არამართებულია, მაგრამ აბა რო არ მოეკლა ჯარი ვერ შეკრიბა გაცვლა. აბა იქ დავითი რო ტიროდა არ უნდა გასულიყო გამარჯვებული ჯარის დასახვედრად. აბა იქ საულის ხედავთავარი, ანუ სადღაც ყველა მისი ნაბიჯი ძალიან ლოგიკურია, ძალიან ისეთია, გათვლილია, გამართლებულია, მაგრამ ნაყოფს არ იძლევა. უნაყოფოა. ხო. აი ამის შემდგომ დავითმა დაინახა ერთი რამ, რომ მისი მეფობის დასასრულამდე იოაბი ხედავთავარი იქნება მისი. ის უბრალოდ იოაბს ხელს ვერ მოკიდებს. ის უბრალოდ ამ მას ვერ შეეხება. დასრულდა და არც იქნება რას. ამის შემდეგ წმინდა წერილში ჩვენ გვაქვს ბევრი უწყება გვაქვს ახლა ჩვენ სვენელებს ყველა დეტალით თავს არ შევაწყენთ, მაგრამ აქვს ორი ძალიან საინტერესო უწყება, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. 3 წლიანი შეჭირვება აქვს ისრაელს ღვთისაგან, დავითი ილოცებს, დავითი გამოიკლავს ამ შეჭირვების მიზეზებს. და წმინდა წერილი საოცარ მიზეზს გვისახელებს იმისას, რატომ შეაჭირვა ღმერთმა ისრაელი. ეს წმინდა წერილის ენა, წმინდა წერილი გვაუწყებს ამას, ეს გამოცხადებისეული ჭეშმარიტება და რა შეასაქმე. მე ჩვენ სვენელებს მინდა გავახსენო ერთი ეპიზოდი წმინდა წერილიდან, რომელსაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. როდესაც ისრაელი შედის იმაში, რა ქვია, აქტულ მიწაზე და გაბაუნელები მას მოატყუებენ, ისუნავესეს და უხუცესობას მოატყუებენ, ეტყვი რომ შორექსიდან არიან მოსულები და ისუნავესზე და უხუცესები უფლის წინაშე დაიფიცებენ, რომ გაბაუნელების ამოწყვეტა არ მოხდება. გათალია შემდგომ ისინი საჯელს დაექვემდებარებიან, უფლის სახლისათვის შეშის ჩეხავება და წყლის მზიდავება დანიშნებიან თაობიდან თაობამდე, მაგრამ მათი წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, აი მახვილის მიმართვა, მათი ამოწყვეტა, მათი მოსვლა კატეგორიულად არ შეუფლის წინაშე აქვს ისუნავესეს დაფიცებული. მამანდრი აღმოჩნდება, რომ საულმა ეს ფიცი დაარღვია. საული გაბაუნელებს დევნიდა. გაბაუნელებს უსამდე იპოვიდა, წარმოშობ არა ქალაქში ცხოვრობ გაბაუნელებს, არამედ იმ ადგილობრივი მოსახლეობის შთამომავალს. იმას კლავდა. ანუ რაღაცა სახის ეთნოწმენდას ახორციელებდა, რომლის უფლებას მას არ ჰქონდა, რადგან ისუნავესეს აქ დაფიცებული. მოდი დავსვათ კითხვა. ანუ იმან იქ დაიფიცა, მე ამას აქ ვაკეთებ. იმან რო დაიფიცა, ხო შეასრულა თავისი ფიცი, მე ამ შემთხვევაში რატომ მომეკითხება ეს? საქმეც ეს არის. ის ისუნავესემ პირადად თავის მე არ გავაკეთებ. ეს ისრაელის ფიცი, ისრაელს მოეკითხება ეს. მოდი გავიხსენოთ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. საულ მეფეს სამუელი უფლის დავალებას გადასცემს. გაილაშქროს ამალეკზე, იმიტომ რომ ამალეკი საუკუნეების წინ ისრაელს გზას უღობავდა წართქმული მიწისაკენ სიარულისას. საუკუნეები გავიდა და ღმერთმა ამალეკს სხვა თაობაში, მაგრამ მოკითხა ეს დანაშაული. ახლა საუკუნეები გავიდა და ღმერთმა ისრაელს მოკითხა იგივე დანაშაული. ეს ჩვენ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ერს აქვს დანაშაული. როგორც პიროვნებას მოეკითხება დანაშაული, საზოგადოებასაც მოეკითხება დანაშაული, ერსაც მოეკითხება დანაშაული. არა იმიტომ, რომ ღმერთი სამაგიეროს უხდის, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ის ურთიერთობის, იმ ურთიერთობის შენახვა, იმ ურთიერთობის, ასე ვთქვათ, მოფრთხილება, რა ურთიერთობა შენ თავიდანვე ქონდა ღმერთთან და გადაცდომა ამ ურთიერთობიდან შენ გაგაგრძელებინებს ამ სტადიაზე სიარულს. ამ შემთხვევაში ეს მოკითხვა არის საშუალება ერთგვარი პედაგოგია დაუბრუნდე იმ გზას, რომელიც გზიდანაც გადახვედი. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით შემდეგ შეხვედრაზე, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, როდესაც საულის დროს გაკეთებული საქმე
ეწინააღმდეგება სხვა თაობაში დადებულ ფიცს, მაგრამ ამ ერის სახელით კეთდება ეს. ამიტომ ღმერთი მოკითხავს ისრაელს. და დავითი ვალდებულია სამართალგება მიაკუთვნოს გაბაონელებს და შეუსრულოს მათი ძალიან მძიმე მოთხოვნა, მაგრამ დავითი იძულებულია ეს გააკეთოს. და ბოლოს ამ თემის დასასრულს საინტერესო ამბავზე საუბრობს წმინდა წერილი. ამბავი იმასთან დაკავშირებით, რომ ფილისტიმელებს დაწყებული აქვს თავის წამოწევა და რამდენიმე შეტაკება მოხდება ისრაელსა და ფილისტიმელებს შორის. სავარაუდოდ ფილისტიმელებისაგან ეს არეულობა მოდის იმით, რომ გულმიცემულები არიან ბოლო დროს ისრაელში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობით. და ყველა ამ ბრძოლას, ყველა აი ამ სამხედრო შეტაკებას ისრაელი გამარჯვებით ასრულებს, მაგრამ თვითონ ფაქტია საინტერესო, რომ ისინი თავისუფლებას აძლევენ დავითის ძლიერ სამეფოს წინააღმდეგ სამხედრო დაპირისპირება წამოიწყო. მაგრამ აქ საინტერესო რა არის? საინტერესო გახლავთ ის, რომ დავითი კვლავ მახვილს იქნებს. დავითი კვლავ ომშია. აღარ დასეირნობს იმ ბანზე, რომ დასეირნობდა ადრე. მოსეირნე დავითი, ბრძოლაში ყოფი დავითია, მაგრამ წმინდა წერილი ერთ ფილისტიმელს ახსენებს, რომლის პარამეტრები ძალიან მოგვაგონებს გოლიათის პარამეტრებს. სუმთლადინაირი არ არის, მაგრამ მოგვაგონებს. და ის სწორედ ეს ფილისტიმელი ამოიღებს მიზანში დავითს. და რო არა აბიშაი, იოაბის ძმა, რომელმაც ლაშქარი შეუკრიბა დავითს, ის გადაეფარება და დავითი ამით გადარჩება სიკვდილს. აბიშაი თავს გაწინავს დავითისათვის. ეს ის აბიშაია ბეთლემის ჭიდან, წყლის მოტანაში როღებულობდა მონაწილეობას. იოაბის ძმა. და როდესაც აი წმინდა წერილში როგორ არის იცით, თითქოს და ფილისტიმელ გოლიათთან დაიწყო დავითმა გამოჩენა და ფილისტიმელი გოლიათებით ვიღაცამ უნდა დაასრულოს დავითი. მაგრამ არა, ასე არ მოხდება. აი აქ სწორედ აი ამ ლოგიკაში, თითქოს და აი ამ სიმეტრიაში, ამ ისტორიულ განფენლობის სიმეტრიაში ღმერთი ჩაერევა, რომ დავითის სანთელი არ უნდა ჩაქრეს. ეს არის ისტორიაში ღმერთის შემოსვლის ძალიან ჩუმი მომენტი. ამას დანახვა უნდა, ამას შეიძლება ეს ერთი შეხედვით, შეიძლება ეს რაღაცა თვალის გადავლებით არ ჩანდეს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ ღმერთი ხშირად შემოდის ისტორიაში, თითქოს და ემზადება დიდი შემოსვლისათვის. იმ შემოსვლისათვის, როდესაც ის განკაცდება, განხორციელდება და ადამიანად მოვა და სამყაროს გამოიხსნის. აი ეს ჩარევები ღმერთს ყოველთვის აქვს ისრაელის ისტორიაში. და ამ შემთხვევაში დავითზია საუბარი, თითქოს და უნდა დასრულდეს ისა, როგორც დაიწყო დავითი. მაგრამ არა, დავითი არ სრულდება, დავითის სანთელი არ უნდა ჩაქრეს. და გამოიყვანენ დავითს მინდა ბრძოლის ველიდან და ეტყვიან, შენ ომში აღარ გადიხარ. არც ერთი სიკვდილი არ ღირსია სიკვდილად, რომ არ ჩაქრეს ისრაელის სანთელი. ეს არის წინა სიტყვაობა, ეს არის მზადება იმისათვის, რომ დავითი თავისი სამეფო სახურების დასასრულისკენ მიდის. ეს იყო ბოლო ბრძოლა, სადაც დავითი იყო წასული, ამის შემდგომ დავითს უკვე ომში ბრძოლაში აღარ უშვებენ ისრაელის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან საინტერესო იყო გარჩევა ამ თემისა, განსაკუთრებით ჩვენება იმისი, რომ დავითი თავისი მეფობის დასასრულისკენ მიდის და მანდაც ცდილობს მე რამდენად უკვე იოაბის ჩანაცვლებას, დაპირისპირება უკვე ცხადი არის, იოაბი ალბათ უკვე აღარ ენდობა დავითს, იმიტომ რომ ეს ფაქტი მისთვის ესეთი იყო მკაფიო მინიშნება იყო ამაზე, ამიტომაც მიიღო დამოუკიდებელი გადაწყვეტილება დავითს არ კითხა არაფერი და ისე მოკლა მხედართავარი, რომელიც ახლიდან შეარჩიეს და შემდგომში ჩვენ გველის თხრობა, მომავალში იქნება თხრობა იმის შესახებ, რომ იოაბი როგორ აგრძელებს დავითის წინააღმდეგ მოქმედებას და ცდილობს მეფე თვითონ შეარჩიოს.
თუმცა ეს შემდეგ გადაცემაში დღეს ამით დავასრულოთ. მაყურებელს დავემშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ ჩვენ გველის თხრობა დავითის შეცდომის შესახებ, შეწოდების შესახებ, შემდეგ გადაცემაში ამაზე ვისაუბრებთ. დავითმა აღწერა ჩაატარა თავის სამფლობელოში და ეს იყო შეცდომა. დღევანდელი საუბარი თქვენ შესაბამისი ტექსტი შეიძლება წაიკითხოთ მეორე მეფეთა წიგნის მე-19-24 თავებში. ამით გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.